პეტრეს მეორე წერილი. თავი პირველი. სიმონ პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ ვინც მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, რაც ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით. მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნებით. ისე როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ წუთის სოფელში განერიდოთ გულის თქმით გამოწვეულ გაღრწნილებას. ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა წარმოაჩინოთ თქვენს რწმენაში სათნოება და სათნოებაში შემეცნება, შემეცნებაში თავშეკავება, თავშეკავებაში მოთმინება, მოთმინებაში ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობაში ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობაში სიყვარული, ვინაიდან თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში. ხოლო ვისაც არ გააჩნია, ის ბრმა და ბეცი და დავიწყებული აქვს, რომ განწმენდილია ძველი ცოდვებისგან. ამიტომ ძმანო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა. თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიგებთ, ვინაიდან ასე უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის შესასვლელი. ამიტომ მუდამ შეგახსენებთ ამის შესახებ, თუმცა იცით და მტკიცენი ხართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში. სწორად კი მივიჩნევ შეხსენებით გამოგაფხიზლოთ, ვიდრე ამ კარავში ვიმყოფები, რადგან ვიცი, რომ მალე უნდა მივატოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას, ვინაიდან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა ბრძნული იგავების მოყოლით კი არ გაუწყეთ, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ, ვინაიდან მან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმამ. ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმიდა მთაზე ვიყავით. ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში. ეს იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები სული წმიდის მიერ აღზრუნულნი ღვთისგან წარმოთქვამდნენ მას. თავი მეორე. იყვნენ აგრეთვე ცრუ წინასწარმეტყველნი ხალხში, ისევე როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუ მოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს. მრავალნი მიხვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიქმობა გზა ჭეშმარიტებისა. ანგარების გამო ტყუილი სიტყვებით თქვენგან გამორჩენას ნახავენ. დიდი ხანია გამზადებულია მათი სამსჯავრო
და მათი დაღუპვა არ თვლებს. რადგან თუ კი ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, რომელთაც შესწოდეს, არამედ ჩაყარა ტარტაროსში და წვდიადი სულსკურლებს გადასცა სამჯავროსათვის შესანახავად, არც პირველი წუთი სოფელი დაინდო, შეინახა 8 სული და მათ შორის ნოე, სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უხთოთა წუთი სოფელს. სოდომისა და გომორის ქალაქებს მსჯავრი დასდო, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი მისცა მომავალ უხთოებს, ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით და ჩაგრული იხსნა, რადგან ეს მართალი კაცი, რა კი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე თავისი მართალი სულით იტანჯებოდა, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა. ვინაიდან იცის ღმერთმა როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად. უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულის თქმებს აყოვილნი, უფლებათა მოზულენი თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა ლანძღვის ურიდნი. მაშინ როცა ანგელოზებიც კი, რომელნიც მათზე მაგარნი და ძლიერნი არიან, არ დაუშვებენ უფლის წინაშე, რომ შეურაცხმყოფელი ბრალი დასდონ მათ. ისინი კი, როგორც პირუტყვი ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთი გაღწნილებით დაიღუპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ. და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ყოველდღიური ფუფუნება ნეტარებად მიაჩნიათ. ბინძურნი და მანკიერნი საკუთარი საცდურით ნებივრობენ, ნადიმობენ თქვენთან ერთად. მათი თვალები ახსავსია მრუშობით და დაუოკებელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს და მათი გულები მიჩვეულია ანგარებას. წევლა კრულვის შვილნი არიან ისინი. მიატოვეს სწორი გზა. დაიბნენ და დაადგნენ ბალამ ბოსორელის გზას, რომელმაც შეიყვარა უკეთურობის საზღაური, მაგრამ ხილებული იყო თავის ურჯულოებაში. უტყვი ვირი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე. ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები. მათთვის გამზადებულია საუკუნო წვდიადი. ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულის თქმებში და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, ვინც ესესა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ. თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გაღწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა. ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით წუთი სოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა თნებისგან. იმ მართალი იგავის არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ. ძაღლი თავის ნარწყებს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის. თავი მესამე. ამას უკვე მეორე წერილს გწერთ საყვარელნო და ორთავეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს სწრფელ აზრს, რათა გახსოვდეთ წმინდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემული თქვენი მოციქულების მიერ. უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით და მცინავნი, რომელნიც საკუთარი გულის თქმისამებრი ქცევიან. ამბობენ,
სად არის მისი მოსვლის აღთქმაო? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება და საბამიდან მოყოლებული. რადგან მათგან, რაგი ასე სურთ, დაფარული რჩება, რომ თავდაპირველად ცა და მიწა დაარსდა ღვთის სიტყვით, წყლისაგან და წყლით. და რომ მაშინდელი წუთის სოფელი წარღვნის წყლით მოისპო. ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის. ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც 1000 წელი, ხოლო 1000 წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლია, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიფუგება. თუ კი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორ უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაუბაში? რა კი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვევიან და დადნებიან. ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე. ამიტომ, საყვარელნო, რა კი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარს დგეთ მშვიდობით მის წინაშე. და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით, როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილშიც, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპად. თქვენ კი, საყვარელნო, რაგი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ ახვეთ ურჯლოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით. მისია დიდება აც და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.